ვარ ლევან ბერიძე 8 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ხან მეკარე ვარ, ხან თავდამსხმელი. კარში როცა ვდგავარ, ყველაზე კარგად ვიღებ პენდლებს. საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. საქართველოს ნაკრებში შემოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე მიყვარს შეტევაში თამაში და გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 55 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. დავარტყი და ცოტა მაღლა ასე ლამაზად წავიდა და შეუხვია მე და შევარდა კარში. მეკარე გადახდა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიღო. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს მატაობა. სახლში მაქვს 2 ფორმა, რონალდოს და კვარაცხელიას. მე მინდა თეთრი ფორმა და უკან მეწერო 7-იანი და ბერიძე. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე წელიწად ნახევარია ცეკვავ ანსამბლ ლილეში. მახსოვს პირველი დღე ლილეში რომ მივედი. არავის არ ვიცოდი და ცოტათი ვნერვიულობდი. ჯერ ბავშვები გავიცანი და მერე მასწავლებელი. ლილეში ჩემი ქორეოგრაფია ნუგზარი მასწავლებელი. ის არის ძალიან ყურადღებიანი, მსრუნველი და მხიარული. ძალიან კარგი მოცეკვავია და იცეკვა გიორგი გაბუნიას შოუში. თუ მოვინდობებ, რომ გავიზრდები, მასზე უკეთესად ვიცეკვავ. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. მე მოტრიალება. მინდა მალე მქონდეს კონცერტი და ვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემს ქორწილში წითელი ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვო. ცოლს თუ არ ეცოდინება ცეკვა, ეცეკვები დედიკოს. ახლა შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ კევი გოგო არ შემხვედრია. ზოგადად გოგო უნდა იყოს ჭკვიანი, მოწესრიგებული და კეთილი. კიდევ უნდა იყოს ჩემი წესაფერიში და ძალიან ლამაზი. ასეთ გოგო თუ შემხვდება, აუცილებლად შევიყვარებ. ცოლს რომ მოეყო, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ დაჩის, ნიკოს და ანას. ჩემს ცოლს დავარქმევ ლანას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი მყავს, კარგი კლასელები მყავს და კარგი სკოლაა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკონოს გორეშვილი. ყველაზე მშვიდი ანასტასია დნელაძე. ყველაზე ბედნიერია ალექსანდრე ბერიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, ჭკვიანი და ძლიერი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მანანა დევაძე. იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელია და კეთილი მასწავლებელი და ლამაზი. კიდევ ვარ ყურადღებიანი და ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ გონია რომ ჩვენ გვასწავლის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე გამომგონებელი. რა მინდა გამოვიგონო და მსოფლიოში ყველაზე ციხარი მანქანა. ჩემი საყვარელი მანქანაა BMW. 18 წლის რომ გავხდები, ვიყიდი ბოლო მოდელი შავ BMW-ს. მე მგონი ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, იმიტომ რომ დამთავრებული მქონდა სკოლა და უნივერსიტეტი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ბებია და ბაბუა. დედის ერთობა იმიტომ კარგი რომ სულ ყურადღებას მემაქცევენ. ცუდი იმიტომ რომ ზოგჯერ მარტოვან და ვერ ვერთობი. მამიკო არის ჭკვიანი, მსრუნველი, მშრომელი და ძლიერი. ახლა არის ამერიკაში, ძალიან მიყვარს და მენატრება. დედიკო არის ყველაზე ლამაზი, კარგი, კეთილი, მსრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი ცოლს ყველაზე გამრიალად გააკეთებს სენკალს. ჩემი საყვარელი საჭმელია შაურმა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ტრიპაპიჭის დღიური. საყვარელი ფილმია ზოოტოპია. ამ ფილმში შემოვნებით ვითამაშები მთავარ როლს, მაგრამ სამწუხაროდ ანიმაციური ფილმია. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველა ადამიანს მიუცემდი უსასრულო სიცოცხლეს. სამოგზაუროდ შემოვნებით წავიდოდი ჯერ ჩინეთში, მერე სამხრეთ კორეაში და მერე ამერიკაში მამასთან. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს მეგობარ ემზარიკო ანთანასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს
ვიმოგზაურებდი 39 საუკუნეში ამერიკაში. ბედნიერება არის მამიკოს ნახვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.